გამარჯობა. ეს მარტოობის 15 წუთია. რომელზეც ერთ რაღაცას გეტყვით, რა თუ შეიძლება გეტყვით. ძალიან ბევრი მეკითხება, ოღონდ ჩხუბით, რატო ქვია მარტოობის 15 წუთი და გიპასუხებთ. თავიდან, როდესაც მარტოობის 15 წუთის კეთება დავიწყეთ, რეალურად 15 წუთს მოიცავდა. მაგრამ ისე მაყურებლის თხოვნიდან გამომდინარე, ჩვენი დრო გაიწევლა. თუ როგორ თქვა? გაიზარდა მეტრაჟი. ხო, აქ ამასობაში გეტყვით, რომ ჩემი სტუმარია Young Mike და მარტოობის 15 წუთი, იმიტომ ქვია, რომ მე ვთვლი, რომ რავი, სახელია უკვე და თუ უკეთესი სახელი მოგაფიქრდებათ, თავდაბლური არის. შეხედეთ 15 წუთი და ჩართავდა 40 წუთი არის. ხო, და არ ყო 40 და 15 იყოს, ხო გულისწვეტა იქნება. ხო, და საერთოდ რა დავარქვა, მარტოობის დღე, რომ არავინ აღარაფერი აღარ მითხრას? მარტოობის 60 წუთი. 61 რო იყოს? მაგას აიტანს. მარტოობის 60 წუთი ლამაზი სათაურია? არა, ძალიან ის არის. 60 წუთი სულ ის რაღაცა ნიუსები და რაღაცა ეგეთი. მაგრამ ის არის ამერიკაში იყო რაღაცა გადაცემა 60 წუთი კუპე ვიღაცასთან და იმას ყავდა სხვადასხვა ტიპები რა, ისეთ სხვადასხვა სფეროებიდან. ნუ 60 წუთი დანკაგვართან. ხო, ძალიან ის არის რაღაც. რაღაცა შეიძლება, არ ვიცი. არის მარტოობა იკარგება. ხო და მარტოობა იყო მთავარი ამბავი. მარტოობის პოდკასტი. მარტოობის პოდკასტი. სანდრო, შენ თავის დაქნევას ველოდები ხოლმე. არა? სვადა შერის ძალიან ბევრმა მითხრა, რომ ძალიან მოწონს შენც რომ ელაპარაკები ხოლმე. მე შენთან მაქვს შეკითხვები, ბევრი. პირველი. ვინ ხარ მაშინ, როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩები? ველოდი ამ კითხვას. არ ვიცი, არ ვიცი ვინ ვარ, არ ვიცი. არ ვიცი. ერთი ის ვიცი, რომ მარტოობასთან არ მაქვს დიდი პრეტენზია რა, იმიტომ რომ რაღაც ბავშვობიდან შეჩვეული ვარ და ძირითადად მარტო ვატარებ ხოლმე დროს ალბათ რა და მან ვინ ვარ ვერ ესე ჩამოყალიბებულად ვერ გეტყვი, მაგრამ მან აღმოვაჩინე ჩემი მისწრაფებები, პროფესია და ინტერესი და რაღაც გავაღვივეთ რაღაც რა მარტოობაში რა. ანუ გეხმარება. კი, ანუ ყველა საერთოდ რაღაცა ისიც გამიგია, რომ ზოგ ადამიანს ძალიან რო უჭირთ რა მარტო ყოფნა. არასოდეს ეგ რაღაცა ის არის რა, ფსიქიური აშლილობა თუ რაღაცა, რომ მარტო არ შეუძლია რომ იყოს არასოდეს რა. ხო და არასოდეს არ მქონდა ისა რა. და ისიც არის, რომ არც იმის პრობლემა არ არის, თუ რაღაც მომენტში არ მინდა რომ მარტო ვიყო ფიზიკურად. ყოველთვის არის მაგის საშუალება, რომ ეს შეცვალო ეგ მოცემულობა თუ გარემოება, მაგრამ ეგ იცი არ ნიშნავს, რომ ვიღაცის თანდასწრებით თუ ხარ, აღარ ხარ მარტო. შეიძლება უფრო მარტო სულათაც იგრძნო თავი ვიღაცის ვერძით გარემოციაში. კი. ხო, ანუ ეგ კიდე სხვა რაღაცაა რა. ანუ მარტო სულობა და მარტოობის შეგრძნება სხვა რაღაცაა. ხო. სიმარტოვის შეგრძნება შეიძლება ხო ცოტა დეპრესიისკენ წაიყვანოს თქვათ და ასე შემდეგ, მაგრამ მარტო როცა ხარ თუ სიმარტოვისგანც და არ გაქვს, ესე იგი შენ თავთან ერთად კარგად გრძნობ თავს რა. ხო, არა, ხო. უბრალოდ მარტო რო არის რა არის? ძალიან დიდ ფუფუნებას ვაძლევ ჩემ თავს და აი რაღაც უფრო ზარმაცთებით თუ რაღაც და როდესაც ვიცი რომ პასუხისმგებლობა მაქვს, რო ვთქვათ, აი ვიღაცასთან ერთად თუ აკეთებ რაღაცას, აი მაგალითად დღეს ვიცოდი რომ აქ უნდა მოვსულიყავი, ხო? ანუ უკვე რაღაცა ისე არის რა, რომ ჩართული არიან სხვა ადამიანებიც ჩემ ასე ვთქვათ, ყოველდღიურ რაციონში და თუ რაც ქვია მაგას. და უკვე სხვანაირად უდგები რა ამ სიტუაციას და შეიძლება ძალიან კარგი იდეაც მქონდეს და ყველა ფერიც მქონდეს ხელთ იმის განსახორციელებლად, მაგრამ როცა ჩემ თავზე ვარ
მხოლოდ დამოკიდებული თითქოს შეუზღუდავი დრო მაქვს და მის გამო რაღაცა ზარმაცო. ხო ზარმაცობ რა ხო აი სიზარმაციაში რას გულისხმობ? შეგიძლია რომ აი შეიძლება მაქვს რაღაცა იდეა პირობითად და ვიცი რომ ეს რო გავაკეთო ხარისხიანად ძალიან კარგი შედეგი ექნება თქვა ბევრი ადამიანი მოისმენს ახავს შეაფასებს გადააზიარებს მე რაც მაინტერესებს ასე ვთქვა ჩემი კარიერული წინსვლისთვის იმას წაადგება მაგრამ რადგან აი მარტო მე ვარ ამაში ჩართული და მე მხოლოდ მე საკმარისი ვარ ამისთვის შეიძლება ისე მოხდეს რომ არ გავაკეთო წლები ხო და როდესაც რაღაცა პასუხისმგებლობა მაქვს რომ აი ის მელოდება და თქვა რაღაც ფორმით დედლაინი არსებობს უკვე სხვანაირად ვარ განწყობილი და ეგ მაინც გამომიმუშავდა რა ძალიან ბავშვობაში ეგეც არ მქონდა მე მგონი და შემეძლო რაღაცები მეყირავებინა მაგრამ ეხლა განწყობით აღარ შემითხარი რომ ბავშვებიდან ხარ შეჩვეული მარტო დროის სტარებას და რატო რა მოცემულობა რატო და იმიტომ რომ ჩემ ბავშვობაში იყო 90-იანი წლები და ჩემი ოჯახი ძალიან ცდილობდა რომ გავერიდებინე ამ ქუჩურ სიტუაციებს და გარეთ ყოფნას და ძალიან ისეთი ის იყო რა სროლა და რაღაც სროლის ხმა ჩვეულებრივი ამბავი იყო რა ახლა როგორ სახლშიც რო გაგიგონა რომ ქუჩაში და მე დილით იგებდი რომ ვიღაცა მოკლეს და რაღაც ესეთი ის იყო და ძალიან ძაფრი დამოკიდებულება ჰქონდათ ამ რაღაცეებისადმი და ალბათ ამიტომ ცდილობდნენ რომ გავერიდებინე მაგრამ მე მაინც რაღაც დოზით მომიწია ამ სიტუაციაში აღმოჩენა როცა სკოლაში წავედი როცა რა ვიცი იქ ჯარში ვიყავი და რაღაცა ანუ ამას ჯარში იყავი შენი სრულიად თუ მოხდა არა სავალდებულო ჯარში ვიყავი და ძალიან არ მქონდა მაგის სურვილი მაგრამ მე ამ გადმოსახი მე გავიარე ეს მე ისე შევაფასე რომ რა მაგარი რაღაცა გამოვიარე რა და ჯარში რომელ ჯარში მოგიწია დგომა დაცვათ რო გიწევს დგომა თუ რეალ შსს ჯარში 3 დღეში ერთხელ ანუ რო პატრულირებ კი არა რა ქვია მოდულთან ვიდექი ყარაულად არ ვიცი რა ქვია მაგას ხო და აი ეგ რატო ხდება ან მართლა გულახდილად მაინტერესებს თუ იცი რატომ ხდება ისე რომ ადამიანები ჯარში როდესაც მიდიან ყარაულობენ რაღაცებს და იცი რა არის ალბათ მე მაგის კომპეტენცია არ მაქვს რომ ეს ამომწურავად შევაფასო მაგრამ რაღაც ფორმით ეგეც ნაწილი არის სამხედრო სამსახურის და იქ ისიც იყო რომ სწავლებაზე წაგვიყვანეს ვაზიანში 5 დღით და რაღაც ქალაქის აღება და რაღაცები სანგრის გათხრა და რაღაცები გვასწავლეს რა. აი ეგეთი რაღაცები ასწორებს. ხო, აი ეგეთი რაღაცები ასწორებს რა. ყველაზე მთავარი მაგაში არის ურთიერთობები რა. და რაღაც ისეთი სიტუაცია შემექმნა მან რა, რომ იძულებული ვიყავი რომ ვიღაცებთან საერთო ენა გამომენახა რა, იმიტომ რომ რაღაც ყაზარმა არის, სადაც იმ ჯარისკაცებთან ერთად დაიძინო ღამე, ნუ მართალია ძალიან ცოტა ხანი, მაგრამ მაინც ერთად ჭამთ, ერთად დღეს ატარებთ და ხართ თან რაღაც ძალიან დისკომფორტში, იმიტომ რომ ხო ღამის თენება და რაღაც და იქ კიდე რაღაც ჩამოყალიბებული არის ისეთი ფორმა ურთიერთობის, რომ აი ესენი ახლები არიან, ვიღაცები ძველები არიან და ერთმანეთს ჩაგრავენ და მე რაღაც დროის მერე მანდაც არის ბულინგი. კი, მანდა ეს არის, რა ქვია, როგორ თქვა. ანუ მაგ სისტემის ნაწილი არის რა, მაგით აუცილებელიც არის. ხო, აუცილებელი ის არის რა, ანუ მაგით იმართება ეგ ამბავი. ანუ რო დაგანგრიონ მენტალურად და მე თავიდან აეწყო. ხო, შეიძლება ეგრეც დაარქვა ალბათ. და მე იცი რა არის ანუ რაღაც მე შენ ხდები ის ძველი. და ვიღაც არის ახალმოსული და მე შენ უკვე შენი ის არის რა. შენ დაგიბულინგებია მანდ. შემიმჩნევია ჩემი თავი. სგავს რაღაცაში კი და არა და სულ შენ ნუ მე ყავს ხო ესე მეგონა რომ აი მე რო
უკვე აღმოჩნდები ამ პოზიციაზე, მე ვითომ ისეთი კაი ტიპი ვარ, რომ მაგას მე როგორ ვიკადრებ და მაინც მეყავ ხარ ხო ცოტა ხო რაღაც მე გამომიჭერია ჩემი თავი რომ მაკეთკენ იცი რატო მანდ იმ ну რა თქმა უნდა ხა ეგ არ იყო ისეთი თლათ უკიდურესი ფორმა რა მაგ ყველაფრის მაგრამ რაღაცა ბჭყალებში იმაზე ხარ რა ეგეთ სიტუაციებში ალბათ ქუჩაშიც დაახლოებით მსგავს რაღაცას გადის ადამიანი რა რომ გადარჩენას თვით გადარჩენაზე ხარ და იმაზე არ ფიქრობ რომ შენ ხლა სულ გრძელებად რაღაცა არ ფასობს მე მგონი მაგ სიტუაციებში მაგრამ ეს ყველაფერი ალბათ იწყება სკოლიდან რა უბრალოდ სკოლაში მეტი თავისუფლება გაქვს და შეგიძლია რაღაც დოზით მაინც გაერიდო ამ რაღაცებს მაგრამ ბოლოს მაინც სკოლაში დაგიფიქსირებია რომ ბულერი ხარ კი არა სკოლიდან დაიწყო ჩემი უბედური რა უბედურა ხო და რას გამოხატავდი მაგეთი შენი აზრით აი ამ გადმოსახედით პროტესტს ალბათ ანუ მე ესეთი ბულინგის ინიციატორი თავიდან არ ვიყავი მაგრამ მე მომიწია უბრალოდ ხო არ მე ჩემზე იყო ზეწოლა და მე როდესაც შენ ძლიერდები მე უკვე შენ იმას შვები ანუ შენ გაბულინგებდი და მე გაიჩით იმ ჩარგურელი რო არ დაგჩაგრონ ხო ესეთ კლასიკური ფორმით ალბათ არა მაგრამ რაღაც ვიღაცასთან გირჩევნია რომ შენ დაჩაგრო ვიდრე იმან დაგჩაგრო და რატო გაბულინგებდი ვიცი რა რაღაცა პროტესტი მქონდა თვითონ აი ამ რაღაც რა დავარქვა არ ვიცი აი ყველა რაღაც ერთ იმაში იყო რა ერთ სტილში არა ერთ სტილში ყველა რაღაცა ფაბულიკობდა თუ რაღაცას შვებოდა და მე ამ რაღაცების პროტესტიდან გამომდინარე ვიპოვე რა მანამდე ვიპოვე მაგრამ როცა აღმოვაჩინე ეს რეპი და რაღაცა ეს შავკანიანები და რაღაც როგორ იქცეოდნენ რაღაც სხვა რაღაცა იყო რა და თან მსგავსი იყო ამ ყველაფრის რაღაც პონჩი მაგრამ მქონდა ისიც ახლდა ამ ყველაფერსთან რომ ეს იყო ხელოვნება და რაღაცას ქმნიდი რა რეპერი რაღაცას წერს რაღაც პოეტია ქუჩის პოეტია თუ რაღაც და აქ არაფერი არ იყო აქ მარტო ჩაგვრა იყო და მარტო ის იყო რა ქვია მე უფრო მაგარი ტიპი ვარ ოღონდ რატო უბრალოდ უფრო აგრესიული ვარ ან უფრო ბევრ ამაზე წამსვლელი თუ რაღაც და ძალიან მაღიზიანებდა ეს რა და რაღაცნაირად ალბათ გამოვხატავდი რა გაუაზრებლად და იმათი მხრიდან მოდიოდა გაღიზიანება და მე რაღაცადღაც კონფლიქტი გვიყალიბდებოდა რა და რავი წლები გავატარე ამ კონფლიქტებში ხო რატოღაც რეპერების მიმართ სულ ეგ დამოკიდებულება აქვთ ხო და აი შენ კიდე ჩემზე პატარა ხარ და არ გეცოდინება ეხლა ეგ რა რომ მე როდესაც ეს რეპერობა და რაღაც დავიწყე მაშინ იყო ძალიან ტეხავდა რა რეპერობა კი არა რეპის მოსმენა ტეხავდა რა კი შენ ბავშვობაში პირიქით ასწორებდა ხო შენ ბავშვობაში უკვე ასწორებდა მაგრამ შენ ბავშვობაში აი ტეხავდა რამდენი წლის ხო 35-ის აი ეხლა 10 წელი წყვეტს ესე რაღაცა ხო და როგორ იყო იცი რომ და ეგრო ანუ როგორ იყო იცი რომ ხო აღმოვაჩინე რეპი მაბადია რომ გაწყვეტინებ Snoop Dogg-ის მოსმენა ტეხავდა და Tupac-ის კი ეგეც იყო კი რომ ვაირა უხარისხო მუსიკათ ითვლებოდა თუ კი რაღაც ეგეთ ანუ რაღაც წრეებში იყო ეგ რა ანუ რაღაცა ანუ არა რეპი არა ის მაშინ თუ შეიძლება ხა მაინც და მაინც მე მქონდა ინსტრუმენტ შოუ და მე მიკეთებდნენ მაგას არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე რო აღმოვაჩინე რეპი ვიყავი სადღაც 12 წლის რომ უკვე გააზრებულად რომ დავიწყე ამის მოსმენა მეთქი რა მაგარი რაღაცაა და თანატოლებიც მაგ იმაზე იყვნენ რა ყაიდაზე ხო რაღაც ცოტა ხანი გაგრძელდა ეს და მე ნელ-ნელა წავიდა რომ რა რეპით რაღაცა და ამან ისე იმას მიქნა რა ქვია მეთქი რა ანუ რას მელაპარაკები ხა შენ რაღაცა წელში იხრები და რაღაც დანას აბზრიალებ და ეგ არის თესლობა და ეს არ არის ანუ რას მელაპარაკე ანუ ვერ შევდიოდი რა იმათ მდგომარეობაში რომ მე რო აქ რამაში რაღაცას ვხედავ როგორ შეიძლება სხვამ ვერ დაინახოს ნუ ეგეც შეცდომა არის ალბათ რომ იმის
პოზიციიდან არ შეგიძლია დანახო. მაგრამ პატარა ვიყავ. და აი ეს იმდენად იწევდა ჩემში აგრესიას და პროტესტს, რომ მე უფრო მომინდა, რომ უფრო რეპერულად და რაღაც დიდი მაისური და თეთრი ბოტასები და რაღაც ქუდი და ქუდის ქვეშ ბენდენა და აი რაღაც ზედმეტ რაღაცებს ვაკეთებდი რა. და არ მქონდა იმის რიდი, რომ აი თქვათ ამ წრეში, ამ საზოგადოებაში ეგრე გამოჩენა არ შეიძლება ეხლა რა, იქ რაღაც ვერაზე სკოლაში მაგას ვერ მიიღებენ ესე. ვერელი ხა? არ ვარ ვერელი, ვერას დავდიოდი სკოლაში. საერთოდ? შისტოიში. ხანა ეს რა ქვია? მე 51 მეტელი. ხო. და შისტოელებთან დაკადაკა იყო ხოლმე. ხო, კი, იყო ეგეც რაღაც ხო მოკლედ დეტალებში აღარ ჩავ. ხო და მოკლედ, ხო და სულ ეგის მქონდა რა, რაღაცაზე რომ მეუნებია რომ არა, თან ხო უნდა მიხვდე რომ მე რაღაცის გამო მივედი მაგ დასკვნამდე რომ რაღაცას აი ეს მომეწონა ხო და შენი მე ხო არ მოვდივარ შენთან და გეუნები რომ აი ეგ არ გააკეთო და მე რომ რაღაცას მიკრძალავენ თუ რაღაცა ან რაღაც დონეზე მესმის რა რაღაცა შეიძლება გავიგო რომ აი რატო ბავშვი რატო არ უნდა იყოს ღამის 12 საათზე ქუჩაში კი ბატონო მესმის მაგრამ აი რატო არ უნდა გეკეთოს ბენდენა ხო სიტყვაზე ეგ არ მესმის რა ნუ ყოველთვის მაშინ არ მესმის მაგრამ და ესე ჰა ყოჩახისა ეხა რო წარმოვიდგინე რომ მე 6 სკოლაში შისტოიში მიხვედი ეგრე ჩაცმული კი აუ ესე იგი თან რაღაცა მასწავლებლებიც პროტესტი კი არა თავით მიდიოდი რომ აბა ვინმე რამე მითხარით არა ხო რაღაც პოჩი ხო მაგარია მასწავლებლებსაც ჰქონდათ ხო მასწავლებლები ეს ქვაბი მოიხადე თავიდან და რაღაც მართლა რა გეხურა ნეტა როგორი ქონდა ანუ ის რეპერული მაშინთან ძალიან ის იყო რა უცხო იყო ყველაფერი რა აი ეს დიდი ქუდები რო არის ხო იცი რეპერული რაღაც ფიტით თუ რაღაცა რო ქვია რა აი ვერ წარმოვიდი კეპკა არის კეპკა რო არის ესეთი სწორი და აი თუ დახურული და თან დიდი ზომის რა და შიგნიდან ბენდენაც რო გეტევა და შიგნიდან ის დურეგი გიკეთია და ეს ქუდი გადავარდნილი და ზიხარ გაკვეთილზე ესე და ნუ მე ეგ მევასებოდა რომ რავი ის იქ ხოზიან ამერიკაში ეგრე და აქ რატო არ შეიძლება რაღაცა ამერიკაში ყოფილ ხარ? არა. მაგრამ 17 წლის რო ვიყავი, მაშინ იყო რაღაცა აი ჰიპ-ჰოპის ბუმი მსოფლიოში. ნუ საქართველოში არაფერი არ იყო, მაგრამ და მოვხდი პარიზში რა და ყველას ეგრე ეცვა რა. აი რაღაც მაისური აქამდე, რაღაც ძალიან დიდი შარვალი, თეთრი ისენი Air Force-ები, ეს ქუდები და ისეთი ყურები გახრეტილი ბრილიანტები ტიპებს თეთრებს, შავებს ყველას რა და აუ 64-ში ვიყავ მეთქი რა მაგარი არის რა. ცოტა დაშტამპულები არიან რა, ჩემთვის. აი ისენის დაშტამპულები არიან და ესენის, მაგრამ ის მომწონდა, იმიტომ რომ იმას ბექგრაუნდი ქონდა ეს ხელოვნება რა და აქ არაფერი არ იყო ბექგრაუნდი, აქ იყო რაღაცა ისა ნარკოტიკები და ჩეხაობა და რაღაცა ეს იყო ამის არსი. ხო, რისგანაც ეხა პლუს რო გავიგე რა სკოლაში სწავლობდი და რა კონტინგენტთანაც ქონია კავშირი, იმიტომ რომ ჩემ მეზობლებთან უმეტესად ალბათ. ოჩახ, ანუ კარგად გაუძელი რა რაღაცებს. ანუ იმ პონჩი ვამბობ, რომ არ გადაგიბირეს რა. ხო, არა, მაგრამ მე ის გავაკეთე რა, ბირჟა მაფია იყო მაგ რაღაცების, მაგ ჩემი ბავშვობის შარჟი რა. და მაქედან უცებ გაიჩითე რა. ცნობილია რა. ბირჟა მაფია. ხო, ნუ ბირჟა მაფიამ უცებ მასაკნა რა, დაბუსტა რა. მანამდეც უკვე ვცდილობდი რა, ნუ რეპი აღმოვაჩინე იქიდან მოყოლებული რაღაცას ვცდილობდი, მაგრამ თუ თავიდან რაღაცებს რო დებდი ვთქვა, ბირჟა მაფიამდე დებდი მუსიკაში. კი, დებდი. შენი სახელით? Young Mike-ით, კი. და ბულინგის გეშინოდა ვთქვა? თუ ეგ პერიოდი იყო ეს? არა, ბულინგის ხო ალბათ მეშინოდა, მაგრამ არ იყო მაინც და მაინც ისა. უკვე ნელ-ნელა მოდიოდა რა ისა. უკვე მიმღებლობა გაზრდილი იყო რა რეპისადმი რა. ეხა ძველი ბიჭი რო იყო, ერთ-ერთი პუნქტი აუცილებელი შესაძლებელი არის ის, რომ რეპი აუცილებლად უნდა გევასებოდეს. ეხლა ხო? ეხა ეგრე. ხო, ეხლა კი, მაშინ არ იყო ეგრე რა რეპი, არა. და აი ქართული ტექსტები. ხო.
როგორი იყო შენთვის შესაგუებლად რა? აი მე მაგალითად ახლა მეც ხო მუსიკას ვაკეთებ და ტექსტებს ვწერ, ძალიან მიყვარს ტექსტების წერა და რაღაცა მომენტში ვიღაცები სულ მეუბნებოდნენ რომ აუ ქართულ ტექსტს რაღაცა აი მენატრები, გენატრები გაკოცე, მაკოცე, აი ამაში არისო ყველა ტექსტი მაინც და მაინცო და შემაშინეს გაიგე რომ მან დარწავიდე მეც ხო ხტები ზუსტად თემატურად სადარწავი. და აღმოვეჩინე რომ იმდენად მდიდარი ენა გვაქვს რომ იცი რა არის? მისწორდება კიდეც რა ჩვენ ენაზე წერა. პოეზიას უნდა გაეცნო ქართულს, რაც ძალიან დახვეწილი არის და მე დაგეხვეწება რა ის არა, ყველა პონჩი ისე შეარჩევ რა ფრაზას, რომ არ გამოვიდეს რაღაცა ისეთი. მენატრები, გენატრები. რეპი რო არა, ვინ იქნებოდა? შენი აზრით? ანუ რა ვიცი, ანუ რეპი რატო არ უნდა ყოფილიყო რეპი? გააჩნია. კაი, წინაპირობა დაგეყენა. ხო, წინაპირობა, აი რატო არ უნდა იყოფილიყო, რა შემიშლიდა ხელს რეპერობაში? პროსტა რომ არ მომდომებოდა? თუნდაც ან რო ვერ გაგებედა. თქვა თუ ამ. აუ, მაშინ ბანძი ტიპი ვიქნებოდი. აი ვინ იქნებოდა ბანძი? ღირსება ის არის, რომ მე აი იმ ტრავმირებული ეპოქიდან მაინც მივაღწია იმას რა. და ანუ ეგრე სხვანაირად არ გამოვიდოდა რა. რო ეგ არ არსება, ანუ არ გამებედა, რა ვიცი, შანსი არ არის. მაშინ ანუ არ გამებედა, არ იქნებოდა. იქნებოდა, რომ რაღაცა უნდა მომწონებოდა, აღმომეჩინა. ანუ შენ ამბობ, რომ რეპის გარდა არაფერი არ მოგწონდა. არა, რას გეუბნები, იცი? აი, არა, კი, მაგაზე მეტად ალბათ არა, მაგრამ რაღაც უნდა აღმომეჩინა რეპის საწინააღმდეგო რაღაცაში, რომ აი იქეთ წავსულიყავი, რაღაცა კეთილშობილური ჩემი შეფასებით რა. რეპი მაშინ იმ სიმახინჯეში, ანუ რეპი კიდე რა არის, იცი? ანუ რეპი ხო იმიტომ გაჩნდა, რომ რაღაც იქაც რაღაცა უბედურება ტრიალებდა, სადაც რეპი გაჩნდა. ემოციისგან დაცლა არ არის ერთ-ერთი ხო, რაღაცა პროტესტია, რაღაცა ემოციის და რაღაცა აი გარემოს ის არის რა, გამოძახილი არის რა. ანუ შენ თუ ესა გაქვს არ ხედავ რაღაცა ცოტა უხეშ ჭრილში რაღაცეებს, ალბათ რეპი არ არის შენი ფორმა ვერ იქნება ალბათ რა. და მაშინ იმ ეტაპზე ესე ვხედავდი და მე როდესაც ჩაუღრმავდი ისეთი რაღაცეები, ნიუანსები დავიჭირე, რომ მე სხვანაირად შემიყვარდა რა. მივხვდი. შენი დღიური სპონტია კიდე პლუს შენი აზრით? ხო, რა თქმა უნდა, კი. კი. და როდის მივხვდი, რომ ჯობია ცოტა გააპაფსო, ოღონდ კაი გაგებით გააპაფსოს გეუბნები. იმისთვის რომ გავარდეს. იცოდი ეგ სულ? კი, თავიდან, ანუ როგორ იყო, იცი? თავიდან ყველანაირ ვარიანტს ვაკეთებდი რა. ესე არ მქონდა, რომ აი ესეთი უნდა იყოს რეპი აუცილებლად. ანუ ვუსმენდი ბევრ რაღაცას. რა მიმდინარეობებს უსმენ კიდე მაპატია და მე გავუგწოვთ. პირველ რიგში R&B-ს. რაც ახლოს არის რეპთან, ოღონდ ნუ რომელია ეგ? R&B არის Chris Brown. ეგ პოპი არის, მაგრამ R&B-ს ის არის რა. Chris Brown-ი? Chris Brown-ი, Usher-ი, Neo. გიჟდები მაგაცა ყველაზე უნდა ჩუმოთ. ჩუმოთ რატო? არ ვიცი, ეს არ შემიძლია. ხო, ცოტა რაღაც გეკრინჯება, ხო? ხო, ძალიან არაქართული არის. ძალიან არაქართული კარი, რაღაც აი ჩიპ ისა როგორ შეხედო რა ინსტრუმენტალით და ყველაფერი. კი, აუ ერთხელ მოვასმენინე ბიძაჩემი არის მაგარი მელომანი რა, ოღონდ ძველი რა და მოვასმენინე ისა რა ქვია რაღაცა კრის ბრაუნის ალბომს უსმენი და რაღაც სიმღერა ძალიან მომეწონა. არა, ეგ არა, მაგრამ რაღაცა, მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს. და მე მაგრამ უღამში ვარ რა მაგარი სიმღერაა და ჩავრდე და კაი რა. აი ზუსტად ეგეთი შეფასება ქონდათ ყოველთვის ჩემ ოჯახის წევრებს და ეგეთ ცოტა მაკომპლექსებდა რა. ხო, მაგრამ უნდა იცი რა არის, ეგრე ხო რეპზეც ეგ შეფასება იყო რა, სულ რა რომ რა არის ესა, მარტო აპარაკიათ რაცა არის და არა და არ არის. ძალიან ბევრი ნიუანსია, ოღონდ შეიძლება არც კონდეს იმას გააზრებული ვიც აკეთებს რა მაგას. რეპის გარდა. ხო. რამეს აკეთებ?
რეპის გარდა არაფერს არ ვაკეთებ. მართლა? მთელი ცხოვრება? შემოსავლის ცხოვრება ეგ არის? ხო, არა, რაღაცები გამიკეთებია, მაგრამ მნიშვნელობა აქვს. კაი, ახლა ვიცით, რომ ქუჩაში როგორ ოფში აქვს იღებ ხოლმე. არა, რეპი, ანუ რაღაცნაირი, არა, რეპი არის. ანუ სხვა საქმე რითი დაკავდებოდი? კიდე რა გაინტერესებს? ანუ კიდე მაინტერესებს, მაგალითად, კინო ძალიან მაინტერესებს რა და კინორეჟისორის განათლება მაქვს მიღებული თეატრალურში. მართლა? აი ეს უკვე საინტერესო მხარეა. აი ის არ იყო საინტერესო. არა, ანუ შენგან ხო, ჩემგან. მოულოდნელია. არა, რატო? ნუ არის ხა, აი გამიკვირდა გავოცი. ხო, არა, კინო სახიობობა მინდოდა თავიდან. არა, თავიდან მინდოდა ისა. მულტფილმების ხატვა ბავშვობაში. ძალიან საინტერესო ინტერესები გაქვს. ხო, ნუ რა ვიცი. მერე მეთქი სახიობობა მინდა. მერე გავიგე რომ სახიობი შეიძლება იყოს, მაგრამ ის როლი ვერ ითამაშო, რაც გინდა რომ ითამაშო, ვერასოდეს. კი. მერე მეთქი კინორეჟისორი უნდა ვიყო მაშინ. და ამასობაში აღმოვაჩინე რეპი გზაში. და ამ რეპს ის ეხლა კინოს გადაღებამდე სანამ მიხვალ რეპის გაკეთება დაწერა და ჩაწერაც კი გაცილებით მარტივია და ამ რეპში იმდენად იმას ვქენი ფესვები რა რომ სანამ იმ კინომდე მივედი აქ უკვე ძალიან ისე ვიყავი და მე კიდე იქ თეატრალურმა დიდად ვერ გამიმართლა იმედები და იმიტომ რომ იქ მეგონა რომ მე იმაზე და საერთოდ ეგრეც უნდა იყოს რა რომ რეჟისორი შეიძლება გახდე მარტო გადაღებაზე ესე მაშინ ვერ გახდები არ იყო მაგის რესურსი მაშინ გადაღებაზე ვერასოდეს ვერ მოხვდი კამერა იყო ის home videos-ის და მაგით ვიღებდით მთელი ისე კურსი იმებს რა ქვია საკურსო მოკლე მეტრაჟიან ფილმებს თუ არ ვიცი რა ერქვა მაგ ვიდეოებს და მოკლედ რაღაცები ვისწავლე მაინც ვისწავლე რაღაცები თუ და ყველაფერი გამოგადგა რეპში ხო საბოლოოდ კი თუმცა სადღაც შეიძლება რომ ფილმიც გადავიღო რა მიყვარს ძალიან ფილმები ვინ არის შენი საყვარელი რეჟისორი ვეს ანდერსონი რა აქვს გადაღებული არ ვიცი და ვუდი ალენი მართლა ვუდი ალენი მაგრად მევასები თუმცა არ ვთვლი რომ ის არის გენიოსია მაგრამ მე ვთვლი რომ იდიოტია აბსოლუტური ანუ აი გაგებით ფილმებიდან გამომდინარე აი გენიალურობა აქვს სიმარტივეში ნაპოვნი რა აი მე ვუდი ალენის ფილმებზე მეტად ვერაფერზე ვერ ვერთობი ალბათ მე იცი რომელი მიყვარს ის მანჰეტენ რაღაცა დაიან კიტონი და ეგრო თამაშობენ ცოლ-ქმარს მეზობელი სიკუდილს ყლელობაზე რო არის ხო? ხო რაღაც რა ქვია არ მახსოვს ხო ვიცი რომ იმას ყლელობა მანჰეტენზე ხო ვიღაც მეზობელთან თუ მეზობლის ცოლი და რო იძიებენ ესენის სიკუდილს და კიდე იცი რა და ეს რო ეჭვიანობდა მე ამასთან აუ მაგარია კიდე ვიტიშები იმაზე იქ რო უნდათ გადასვლა ბანკში რო უნდა გადასვლა აუ ეგ ძალიან მაგარია მაგრამ ყაზიაში რო იჩიტება ხო ეგ ძალიან მაგარია ცოლი რო ყავს ყოფილი ისა აღარ ეგრე დეტალურად არ მახსოვს, მაგრამ ის არის. და მან რაზე ვკაიფობ მაგ ფილმში, რომ დღეს როგორი არააქტუალური პრობლემა არის მაგ ფილმში, რომ რა არის, რომ ესენი გამდიდრდებიან და არიან ძალიან უწიგნურები თუ რაღაც ტიპები და მაგაზე გადაიღო. ხო, მაგ თემაზე არის და დღეს შეიძლება ძალიან თავისუფლად ის იყო. ის გამახსენდა რა ქვია, Cardi B და თავის Offset-ი თუ ის მაგაზე უწიგნური ვინ არის და ესენი არიან რა ქვია. მილიონერები როგორც იმას უყურებდი ჭამებს უყურებ ხოლმე YouTube-ში ჭამის ვიდეოებს ხანდახან რა ჩემი ჩუმი ის არის ინტერესი და ერთი ხალი წარმოგიდგენ რომელიც ძალიან გემრიელად ჭამდა პროსტა კამერის წინ რა კაროჩე ხალხი გამოვშტერდით ყველა ალბათ მაგის соуსზე რაშიც აი ამ საჭმელს აკეთებს და მიხვდა ამ ყველაფერს რომ ბიზნესაც უნდა აქციოს და თავისი соуსი Amazon-ზე იყიდება და ეხლა არის უმდიდრესი ხო და დღეს ანუ ეგ პრობლემა დღეს კი არა. ნუ პრინციპში ალბათ ეგ პრობლემა დაინახა წინასწარ და მაგაზე გააკეთა. მაგრამ იმ ფილმში ისე არის, რომ ამათ უტყდებათ, მაგრად რომ უწიგნურები არიან და დღეს არავის არ უტყდება. არავის როგორ არ უტყდება?
ანუ არ ეხავს რა გაუნათლებლობა. მაგრამ იცი რა, მე ძალიან მომწონს, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ არ იცის. მეც. გიჟდები. კი, მირჩევნია ესე თქვას, ვიდრე ან დაიძაბოს, ან გააყალბოს. და უცებ მტკიცებას რო გიწყებს რაღაცებს, აი გარმე და არ ვიცი რომ გეუნება. მართლა არ ვიცოდი. რაღაცებს მე თვითონ ერთად ამასაც თავდაჯერებულობა ჭირდება და ისა. ხო. შინაგანი თავისუფლება. ეხლა მითხარი შენ ცხოვრებაში რაღაცა ეტაპი ყველა ვარიანტში იქნებოდა გარდამტეხი, იმიტომ რომ ხელოვნება ხარ, ანუ რაც არ უნდა მოხდეს. ხო, ანუ ეხლა აგიხსნე რატო? იმიტომ რომ ეს ხელოვნების სფერო რო არა, იმ ხელოვნების სფეროში იქნება. ის ხელოვნება რო არა, ამ ხელოვნებაში. შესაბამისად, იმის იქით არ ხარ. არა, ნუ აი მაქსიმუმ სპორტი. და მგონია რომ მელანქოლიური ტიპი ხარ ცოტა რა. ვიყავი. არ ვარ. ოღონდ დიდი ხანია აღარ ვარ. და მგონია რომ შენ ცხოვრებაში არსებობს მდე პერიოდი. სადამდე? ხო. და მერე პერიოდი. გარდამტეხი რა. კი, იცი რა არის? შეიძლება ეხლაც მანდავარ, არ ვიცი. არა, მე მითხარი ყველაზე რთული გარდამტეხი პერიოდი. ყველაზე რთული ერთ ბოლო თქვა თუ თავიდან დავიწყო? მენტალური, ხო, მენტალურია ყველაფერი. რა ბევრი იყო, რა ვიცი. აი ყველაზე მძიმე. ყველაზე მძიმე ალბათ იყო სადღაც 18-19 წლის რო ვიყავი. რაღაცნაირად სხვანაირად მქონდა თითქოს წარმოდგენილი და რაღაც მომენტში ძალიან დიდი იმედგაცრუება ვიგრძენი თუ გადავწყვიტე რომ იყო და რაღაც ძალიან ჩავიკეტე რა და 18-19 რა გეგონა? ასაკი გეგონა რომ იქნებოდა ეგეთი თუ რა? ასაკიც მეგონა რომ ეს ამ ასაკის რო გახდები რაღაცები თავისთავად მოხდება. ხო, და თან კიდე აი რაღაცა ეს სოციუმი მეგონა რომ რაღაცა გამონახული მქონდა უკვე საერთო ენა თუ ჩემი ადგილი მქონდა ნაპოვნი და საერთოდ არ იყო სინამდვილეში შეიგრე თურმე. და აი რაღაცას რო ცდილობ და ბოლოს მოკლედ თქვი არ არის ის თუ რაღაცა და გადავწყვიტე ძალიან აი რაღაცა მარტოობისკენ წავედი ძალიან რა. და ხათაშორის ძალიან კომფორტულად ვიყავი ამ მარტოობაში და დეპრესიაში. ხო და აი გზა მომეტანა. ხო. ჩემი ის მქონდა, ასე ვთქვათ, სამყარო. კონტაქტობდი აი ამერიკელებთან, ვისთან სადაც სიმღერებს ვაკეთებდი. და ძალიან ბევრი სიმღერა მაქვს მაგ პერიოდში გაკეთებული სახლში, ეს Skype-ის მიკროფონით. და სადღაც ვაქვეყნებდი კიდევაც, მე მგონი MySpace-ზე თუ სადღაც აღარ მახსოვს, ეხლა მაშინ რა იყო. და არც გამოხმაურ ინგლისურად ძირითადად მაგ პერიოდში. ქართულიც მივიწყებული მქონდა და მე ნელ-ნელა ხო არავის არ ვნახულობდი რა თითქმის რა ახლობლებს. და არც გინდოდა. რაღაც აი მქონდა რაღაც გამონათებები რა რაღაც მომენტში ერთ ვარჯიშზე დავდიოდი, იქაც საკმაოდ ასოციალური და ჩაკეტილი ვიყავი. და 1000-ში ერთხელ ნახავდი მეგობრებს და ის ძალიან იმ მომენტში მე ძალიან ვშილო გავხსნილიყავი უცებ რა ის ამოხეთქავდა ისე და მე ისევ ვაგრძელებდი ჩემი იმას რუტინას და ნუ დაცლაში გეხმარებოდა მუსიკის კეთება ისე ალბათ. ხო და რთული იქნება. და იმ ტიპებს ველაპარაკებოდი რა, ისთანაც საერთო ინტერესი მქონდა რა მაშინ რა. და ეგ იყო და ეგ, მაგრამ მე ნელ-ნელა დავიწყე ცოტა გამოსვლა, ასე ვთქვათ, თუ გახსნა თუ რაღაცა და მანდ მომიწია ზუსტად ჯარში ამოვყავი თავი. მე ჯარმა სხვანაირად დამაფიქრა, მე მაგ ამ საგუშაგოებზე დგომა და რაღაც ღამეს ათენებ და რაღაც შენობას იცავ თუ რაღაცა შვები, მეთქი რაში იხარჯება ჩემი რესურსი რა და მაგის მერე გადავწყვიტე რომ უფრო მე აქტიურად და სიმღერები ქართულადაც გამეკეთებინა და გამომექვეყნებინა და მაქედან დაიწყო რეალურად ჩემი ასე ვთქვათ პოპულარობა თუ რას ქვია რა რომ გავაცანი საზოგადოებას თუ ვიღაცას თავი.
ეგ პერიოდი მაქედან დაიწყო რა, ჯარმა განაპირობა ეგ რაღაცეები. მაშინ ახლა ბოლო მითხარ. ბოლო იყო ალბათ აი რამდენიმე წლის წინ რაღაცა რამდენიმე წლის წინ ხო რა და რაღაცლები გაგრძელდა რა, რომ აი რაღაცა ძალიან თითქოს რაღაცა პოპულარობის პიკში მივედი და მე უკან წავიდა რა ეს სიტუაცია და მეც თითქოს აი ეს სადავეები დავკარგე რა. რომ აღარ ვიცოდი აი რა სულ ვაკეთებდი სიმღერებს, მაგრამ არავინ არ უსმენდა და ვერც ხვდებოდი რომ რანაირი სიმღერა უნდა გამეკეთებინა თუ ხვდებოდი და ქვეცნობიერად არ ვაკეთებდი თუ რაში იყო საქმე არ ვიცი და რაღაცა ისე ვიყავი რა ეს ბოლო წლები მეგონა რომ ვეღარ დავიბრუნებდი იმ სადავეებს რა მაგრამ მე გასულ წელს რაღაცები ვიაქტიურე და ისეთ მომენტში გაამართლა ჩემი აქტიურობა, რომ საერთოდ არ ველოდი და დამიბრუნდა ჩემი თავის რწმენა. მაინტერესებს რა შენი აზრით რა იყო იმის მიზეზი რომ არ გისმენთ რა იმ პერიოდში? მე ვიყავი მიზეზი. აიცი რა არის? რაღაცას უგულოდ აკეთებდი? სადღაც ალბათ ხო, არა, რაღაცა შიში რა. ალბათ შეიძლება ქვეცნობიერად, შეიძლება ეგრე მინდოდა ქვეცნობიერად, აი არც ვიცი, აი რაღაცა რაღაცა არ განმკითხონ თუ რაღაცა და ეხლა სულ სხვა ტალღაზე ვარ რა, აი ხვდები რომ მაგას შენ ვერ გააკონტროლებ რა, ყველა ადამიანის დამოკიდებულებას. მე ის არის რომ ვიღაცას რო ძალიან უყვარხარ, აუცილებლად ვიღაცას ძულხარ რა, შენ რო რაღაცა პირობითად ეს არა ქვია ეკლესიაში დადიხარ, ვიღაცა ათეისტი არის და იმისთვის გაუგებარი არის ეგ და ანუ ეს უნდა გააზრებული იქონდეს რა, რაღაცას რო აკეთებ, ყოველთვის ყავს მოწინააღმდეგე მხარე რა და აღარ იმას შვები რა, ესე ვცდილობ რომ არ მივიღო ჩემ თავზე ის რაღაცეები, რაც თქვათ არ მომწონს, როდესაც რაღაცა ცუდ კომენტარს მიწერენ თუ რაღაცას შეფასებას მიკეთებენ, იმიტომ რომ გვერდიდან უნდა შეხედო რა ალბათ რა რომ შენ ხარ რაღაც ასე ვთქვათ რა შენ ხარ რეჟისორი ოღონდ ცალკე ხარ და ისევ შენ ხარ მსახიობიც და მთავარი პერსონაჟი შენი ისტორიის ოღონდ შენ რეჟისორიც ხარ და მსახიობიც ხარ რა და პერსონაჟი უფრო რა ვიდრე მსახიობი და ეს პერსონაჟი რაღაცებს აკეთებს, რაღაცა გზას გადის და ეს ნაწილი არის იმისი, რომ სადღაც ვიღაცას არ მოეწონება, სადღაც ვიღაცას მოეწონება, რაღაც დამოკიდებულებები უნდა გაჩნდეს. ეგეთი რაღაც არ არსებობს, რომ ესე წავიდა სულ ვარდებით მოფენილ გზაზე თუ რაღაცა. და ეს შენ მართავ ამ შენივე პერსონაჟს, რომელიც ამავდროულად შენ ხარ. და შენ გაქვს შენი მიზანი და გზაზე ანუ რა არის იცი ეგ ბუნებრივი არის და ნორმალური არის რომ ძალიან ბევრი ადამიანი და უფრო მეტი ადამიანი იქნება შეცდომაში შესული და ყოველთვის ესე არის რა ნებისმიერი ადამიანის ისტორიაში რა ყოველთვის არის ძალიან ბევრი გარშემოყოფი შეცდომაში შესული და დარწმუნებული არის ყოველთვის ეს შეცდომაში შესული რომ მართალია და ვიღაცა სადღაც ხედავს ამ ყველაფრის ბოლოს რომ სხვა რაღაცას ემსახურება ეს რა ეს ის არ არის რომ შენ აეხა დღეს და აი ამ წამს ვიღაცას გაუსწორო რა იქ უფრო დიდ რაღაცას ემსახურება და შენი ხედვა გაქვს აი ეგ არის რომ აი როდესაც ამ დამოკიდებულებებს ისმენ და გრძნობ და თან შენზე არის რა ძალიან ისე გრძნობიერად შეიძლება მიიღო და საერთოდ უნდა დაბრმავდე და დაყროვდე რა შენი ხო იცი რომ მე ზუსტად ვიცი რომ ის რაღაცეები რომ გავაკეთო რაც მგონია რომ მიმიყვანს წარმატებამდე აუცილებლად მოვხვდები იქ სადაც მინდა ბოლოს რა და ეს რაღაცეები უბრალოდ ის არის რა გამოცდა არის და ხელის შემშლელი ფაქტორები არის რომელმაც არ უნდა დაგაბნიოს და ეგ არის რა არ უნდა დაიგნო თორე ეს კარგია რომ დანახული რო გაქვს და ზუსტად იცი ბოლოში რა ხდება მაგრამ ესეც უნდა დაძლიო რა რომ იქიდან აბა ესე როგორ გინდა მაშინ რა აზრი აქვს შენ ხასიათს როგორ დაახასიათებ ჩემ ხასიათს ხო
რა ვიცი, რა რთული შეკითხვა, როგორი ხასიათი მაქვს? რამდენი ხასიათი გაქვს? სამართლიანი ხარ, კიდე? გონია რომ ძალიან სამართლიანი ვარ რა და ძალიან მჯერა კანონზომიერების რა. შენ თუ რაღაცას ძალით გააკეთებ რა ფორსირებულად სადღაც ამას ის ექნება რა, მოყვება რაღაცა. თუმცა შეიძლება რაღაც გააკეთო ცოტა ისე განზრახ, მაგრამ მზად უნდა იყო რომ იქედანაც იქნება პასუხი რა. რა ვიცი, ხანდახან ღიზიანდები, მაგრამ ადრე უფრო ცუდი ხასიათი მქონდა რა. ადრე ძალიან ცუდი ხასიათი მქონდა, აი იმ პერიოდში რო გითხარი. ჩაკეტილი ვიყავი თქო რა. ალბათ აფექტური იყავი, ფეთქებადი. ფეთქებადიც ვიყავი და ხოლმე ძალიან ფეთქებადი ვიყავი. და აი შემეძლო აი ხმა რა მომიღო რაღაც აი ძალიან უხერხული სიტუაცია შემეძლო შემექმნა რა. ძალიან ისე შემიაზრეთ მაშინ ალბათ მეგონა რომ ეგ სამართლიანი იყო, იმიტომ რომ მე რაღაც ისადმი პროტესტი მქონდა და უნდა ხაზი გამესვა ამისთვის, მაგრამ ეხლა არ ვფიქრობ ეგრე. კიდე როგორ ხასიათი? კიდე ისა რა ქვია? აგრესიის მზღვევებები გაქვს ხოლმე? კი, როგორია? და როგორ ხარჯო? ვარჯიში. ვარჯიში. Yes. ჩაწერაში. არა, ამ გარშემო მყოფებზე ძალიან ვცდილობ, რომ ეგ ჩემ ასაკში თან არ უნდა დაემართოს ადამიანს რა. ეს გეპატიება რაღაცა ძალიან ახალგაზრდა რო ხარ მაშინ რა. მაშინაც ტეხავს. და როგორ მიხვედი მაგამდე რა საინტერესო? რავი, ბევრი მუშაობით. საკუთარ თავზე მუშაობდი ისევ სიმარტოვეში. ყოფილა რომ შენმა ფეთქებადობა მცუდი მოგიტანა თუნდაც კარიერულად, თუნდაც. რა თქმა უნდა. კი. მაგრამ გამოსწორებაში კი, არა, ადვილად გამოვასწორი. ხა ისეთი გრანდიოზული კარიერაც არ მაქვს, რომ ჩამომენგრეს ეს ერთი აფეთქებით. მე მგონი, ვაფშე ესე დადიხარ. ესე დადიხარ. ეგ უფრო საინტერესო გზაა. აი ესე რო ადიხარ, ჯერ ესე ვინ არის ვაფშე? არიან უდაც. არიან? არ ვიცი. ხო, ოღონდ თვითონ ჩვენ ვერ ვხედავთ მაგას. იყო ისინიც ესე ადიან თუ ადიან. ასულა კიბეები ხო ესეთი არის. ხო, მე ვიღაცებს უბრალოდ იღებენ და სვამენ, ეგეც არის. აუ, იცი რა არის? მაგრამ ეგ მგონია რომ ბედის წერაა რა და მადლი იცი რა არის, კარმაც ხო არის რა, რაღაც კიდე რა არის, იცი? აი რელიგიაში არ გამიგია ეგეთი რაღაცა, რომ შეიძლება შენი გვარის ცოდვა გადმოვიდეს შენზე. მე მჯერა ეგეთ რაღაცებს. ხო და თუ ცოდვა შეიძლება გადმოვიდეს ის რაღაცა დღეგრძელებაც ხო შეიძლება რომ გადმოვიდეს. შეიძლება მისმა წინაპრებმა რაღაცა ქნეს იმისთვის, რომ ეს დაიბადა და ეგრევე მიეცა რაღაცეები. და ტვირთი არის, ეგეც ტვირთი არის. ხო, რთული საზიდია თავში ვერ გიბერდეს. ხო. პრინციპში ხა ჩემ თავზე შემიძლია ვიფიქრო, იმიტომ რომ რაღაც თქვათ ჩემი წინაპრები იყვნენ ბევრს სწავლობდნენ, რა ვიცი, შრომობდნენ და მე რაღაცები უფრო მარტივად ავითვისე ვიდრე სხვამ შეიძლება. და რაღაც დოზით ეგეც ტვირთი არის რა. რაღაც პონჩი. მიზნები რა გაქვს? ისეთი რაც ზუსტად იცი. რომ აგისრულდება. ანუ ამას რატო გეუბნები? აუ ერთი ვიცი რომ ბოლოს აი რა ვიცი როგორ ვთქვა, არ ვიცი რა. აი ესე წარმომიდგენია რომ ბოლოს გამარჯვებული ვარ თუ რაღაცა რა. აი ეგ ნაღდათ ვიცი. აი რაღაცა ხო არის რა მჭყალებში რა თქმა უნდა, მაგრამ აი რაღაცა ბრძოლა ხო აქვს ყველა ადამიანს რა. აი რაღაც ძალიან ჯერა რომ რაც არ უნდა მოხდეს ბოლოს ვიმარჯვებ რა, ეგეთი ისა მაქვს რა და ეხლა ზუსტად ვერ გეტყვი რა კონკრეტულად რა ბრძოლაში აღმოჩნდები და რა იქნება, მაგრამ აი მაგ იმაში ვხედავ ჩემ თავს რა და ის კრიზისები და რაღაცეები ალბათ ის არის, როდესაც მაგას ვივიწყებ და აი რაღაცა ეჭვი შემაქვს, რომ აუ იქნება არსებობს ისეთი
რეალობა, სადაც ეგრე ვერ მოხდება, მაგრამ რაც დრო გადის ვწუნდები, რომ ეგ უბრალოდ ის არის ადამიანური ეჭვი არის და ეგეც აუცილებელი არის, რა მაგის გარეშე ფასი არ აქვს. ხო, რაღაცა ბნელი დღეები ხო არის? აუცილებელი არის რა, მან იმედო ხოლადი ცეცხლში იწრთობა. ხედავ. მე მაინტერესებს შენი რჩევა. ვის? ერთი წამი. ვამბობ. ადამიანების მიმართ, ხო, რომლებიც გადიან რთულ ეტაპებს და რაღაც მიზნები მიაჩნიათ, რომ მიუღწეველია. აი რას ურჩევდი, ვთქვათ, ახალგაზრდებს, ჩემ ხელებს, შენ ხო თურმე სხვა გოდა ხარ. ხო, ისა ძალიან რთული არის რჩევის მიცემა რა, ეხლა მე ვინ ვარ, ვინმეს კიდე ურჩიე. შენი გამოცდილება, ვიღაცას. შენი გამოცდილება ეხლა გეტყვი რა. არ ვიცი, აი რჩევაზე ერთი ვიღაცის ის იყო ციტატა იყო, ამასთანაც შემხვდა ინტერნეტში. რომ ამდენი წელია ადამიანებს შევისწავლიო თუ რაღაცა და ერთადერთიო რაც შემიძლია რომ ხალხს ურჩიო არის რომ ცოტათი უფრო კეთილები თუ მობიერები იყავით ერთმანეთის მიმართ. მაგას ურჩევ. კიდე მომეწონა რომ აი მართლა ალბათ მაგაზე იქით ალბათ არაფერი არ არის რა, ხა ის ვიღაცა ჩემზე მაგარი ტიპი იყო ნაღდათ და მან თუ ეგრე თქვა მეც მაგას ვიტყოდი. გავმეორდები. შეგიძლია ერთი ოცნება მაინც მითხრა? რა? ერთი ოცნება მაინც. ოცნება? ჩემი? რავი, ოცნება გათვალვის გჯერა დარწმუნებული ვარ და გათვალვის. გათვალვის? და ამიტომ არ მითხრა. არა, პროსტა ის არის, რა ქვია. вообще აი ოცნება თუ რაღაცა აი რა მას მიშვება, იცი? რომ ანუ არ მგონია რომ ოცნება არის 64-ში მოვხდე მაგალითად. აი ეგ არის ოცნება და დანარჩენი ყველაფერი არის როგორ უყურებ? როგორც მიზნად. ხო, მიზანი. ოცნებას ვაქცევი მიზნად და მე იალა წავიდა. აი მაგალითად რომ ემინემთან რომ ჩავწერო სიმღერა, აი გამისორდებოდა მაგრად. ჩაწერს. ჩაწერს. კიდე აკეთებს. კი, წერს. ისე გუშინ მითხრა. აი ხალხად ვიცოდი რომ ემინემზე რომ თავის გემოვნებით წერს დუეტებს და არ აქვს ისა რა ფასი რა, აი ამდენს გადაიხდი და ჩაწერს ეგრე არ არის. მაგრამ თუ მოწოხარ უფასოდ წერს შედაჭობა. მაგრამ არა როგორ არის იცი? ფასს რო იხდი მაინც უნდა ზოგთან ეგრე არის რომ მაინც უნდა მოეწონო რო ჩაწეროს. შეიძლება ვიღაცასთან არის 100,000. მაგრამ თან უნდა მაგის სტანდარტში ჩაჯდე რა. ესე მარტო 100,000 გაქვს, მერე რა. ხო და გუშინ მითხრეს რომ 800,000 სად წერსო თუ რაღაცა, მაგრამ ეგ ნუ 800,000 რომს გქონდეს და მოხდე იქ რაღაცნაირად. 800,000 მარტო ის არის რა, რომ მოეწონება. შენ ხარ 800,000-ზე ფიქრობ როგორ ისო? არა. მან პროსტა მინდა რომ მოვასმენინოთ. მე მგონია რომ გაიგებ შენი არსებობის შესახებ. ხო, აი ეგ მაგრად გაასწორებს რა. და მე უკვე ცხოვრება თავის შესახებ. მე დარწმუნებული ვარ შენი არსებობის შესახებ შეიტყობს. მე საერთოდ ბედის წერისაც მჯერა, სასწაულებისაც მჯერა, ყველაფრის მჯერა. არ მეც ეგრევე კი. და ცხოვრებას რომ უნდა მიყვე მაგისაც მჯერა და კი. ბევრელსის მჯერა და მგონია რომ შენც გჯერა. და მგონია რომ კიდე ბევრი რაღაცა გაქვს გავლილი რა შენ თავში, აი ძალიან ბევრი გაქვს ნაფიქრი. და ძალიან მომწონს. შენი აზროვნების. აუ რა გავიგე იცი ამის წინათ? თურმე როგორ გადავიტან? სიყვარულს უხსნედი კაცს ეუბნებოდი წამოხვალ პაემას მეთქი დღეს ამხვალ და ტიპმა ჩამიჭრა მიდი. თურმე ქალის ტვინი უფრო სწრაფად ვითარდება ვიდრე კაცის. და ძალიან დამაჯერებელი. არ ვიცოდი, ამდენიმე დღის წინ გავიგე. ეგრე არის რომ 12 წლის როგორ არის? ქალის ტვინი, კიდე ქალი წვეტს ზრდას 20 წლის ასაკში ყველა გაგებით და კაცი 25. ეს ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ თქვენ მოგყავთ. ხო. რა შუაში იყო ხა ეს? აი რაღაცაზე გამახსენე. რომ მე ვარ შენზე განვითარებული კომპლიმენტის თქმა გინდოდა. რო არა, შენ ხო პატარა ხარ. და რო ისა რა ქვია
სადღაც ისეთ რაღაცეებზე გვაქვს ნაფიქრი მე ასა კი არ გვაქვს ხო რა რომ ეს არის რა მენტალურად ერთ ასაკში ვართ თუ რაღაც ხო მგონი რაღაცა სივრცეა სადაც აი ბევრნის რაღაც ჩვენი პატარები მე იქო ჩემი ოთახი მაქვს მოწყობილი შენი იქ რაღაცა ძაღლს ასეინებ ხო რაღაცა ერთიანი და ერთ სივრცეშია რა ეს ყველაფერი უბრალოდ ერთმანეთის დანახვა უნდა დავიწყოთ კი ის ხო არა აი ხო რომანტიკა არის თუ რაღაცა მაგრამ არ გიყვარს რომანტიკა არა შანსი არ არის შენ არ იყო რომანტიკოსი აი არა მე მიყვარს მე რომანტიკოსი ვარ მაგრამ შენგან გამიკვირდა რა ანუ ქალისგან გამიკვირდა რომანტიკა მე საშინelt რომანტიკული ვარ არა მაგას არ გულისხმობ აბა რომანტიზირება რაღაცა ეგ საკითხები ხო მაგრამ ეხლა დავინახე რომ ეგ რომანტიკა კი არ არის ეგ ძალიან რეალური რაღაცა არის იმიტომ რომ ადამიანებს ხო ანუ ეგ რეალური არის რა ვერ უხსნი მაგრამ ანუ შენ რო არ გქონია შენ შეგრძნება მაპატია იქნებ მიგიყვანო მაგითი მაგრამ არ გქონია მაგისი შეგრძნება როდესაც რაღაცა კონკრეტულ ფაზას გადიხარ შენი ცხოვრების რომ უცებ ადამიანი დაინახე და აუჩემიანი ხო მაგას ვამ ხო და ეგ რეალური არის ანუ რაღაცა ძაფები არ მართლა ხო არის მართლა არის მაგრამ ის არის რა ქვია ეგ რატომღაც ერთმანეთისგან განრიდება გვაქვს ყოველთვის ეგეთ ადამიანებს იცი რა არის ადამიანი რომელიც ესე შაკეტილად არის და მარტოსულად არის და ის მაშვება რა ფრთხილობს ძალიან ალბათ და მაგიტომ თორე შეიძლება ძალიანაც უნდოდეს რომ იმას გადაეხო თან ტკივილის ეშინია ძალიან ხო და შენ ტკივილის გეშინია ხო მეშინია ბო გეშინია კი მზაობა არ გაქვს მზაობა არ გაქვს ისე მეც დავდიოდი კრიუზე და ვერ აი სპარინგამდე ვერ მივედი რა მე სპარინგი მქონდა მერე ეხლა მერე აი ხა და ყვა ჩემ ჭრთელმა პროს რა მიქნა არ ვიცი ყოფა მიტირა ისე მცემ აუ ერთ ბოლოს იმენა გალახული დავდიოდი ბოლოს რო ვიყავი კრიუზე კიდე ვისპარინგოთ კაი ხა არ გაგწირა მართლა გეუბნები იცი როგორი ხარჯები სად ვარჯიშობ წრეში ვისპარინგი გვალბახთან ანუ მართლა ძალიან იხარჯები ემოციურად არა ძალიან მაგარი ყველაზე მაგარი სპორტი არის კრივი ხო და ისა რა ბოლოს რო ვისპარინგე ძალიან მაგარი ის იყო რა ის კაცი ძალიან პროფესიონალი იყო და ზუსტად იმ დოზით მავარჯიშა და მირტყა თუ დარტყმის საშუალება მომცა რაც ჩემთვის ის იყო რა გასაგები რა იმიტომ რომ სუპირველად რომ მივედი ბავშვობაში რა ალბათ ამდენი წლის ვიყავი რა 14-15 წლის და ანუ იმ ტრენერმა ვიღაცა ჩემპიონთან შემიშვა რა და ის იყო ვიღაცა ხისთავიანი და ტვინი მოეტყნა და ცხვირში გამაქანა და აუ ისე მე აი ხო ძალიან კინეული არის და აი თან როგორ გამიტყდა ისი რომ აი არ გამწარდი? გამწარდი და ხო ტკივა და თან წყინს მე ეგ მქონდა ხო იცი ჩემმა ტრენერმა პირველი რომ დამარტყა უცებ დამარტყა ნიკაპის გამყარი ნიკა თუ რაღაცა და მე უცებ მივხვდი რომ აქ ეგრე არ უნდა რა უნდა მექნა მე ტყმა დაუწყე ხო და მაგარი სპორტი არის ვისპარინგოთ შეგვიძლია მართლა გეუბნები ძალიან მიხარო და შენთან ლაპარაკი ბოლო მომენტში შენი აზრით ბოლოს უნდა ვიკითხო ვინ ხარ შენ თავთან მარტო როცა რჩები თქო თუ პირველი კითხვა ეგ უნდა იყოს აუ არ ვიცი ძალიან რთული კითხვა არის ესე რა აი გახსნილზე უფრო მარტივად მიპასუხებდი ვინც გეუბნება მაგას რა ყველა თავს იტყუებს მე მგონი რა დარწმუნებულად ვიცი და ვაფშე იცი რა არის ისე თქვა მინდოდა რა სადღაც ჩამეკვეხებინა რომ შეიძლება ადამიანმა თავის თავს ვერ დაუსვას ზუსტი დიაგნოზი მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ ეგრე არა ანუ თავიდან ცადე როგორ უნდა ჩამოვაყალიბო ანუ შენ თავს დიაგნოზს ვერ უსვაო არ ნიშნავს რომ არაფერი არ გჭირს თუ ან პირიქით ვიხდი შენ შეიძლება ვერ თქვა ვინ ხარ მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ ის აღარ ხარ ვინც ხარ მივხვდი კი ხო და ეს არის მნიშვნელოვანი რა მაგრამ იმაშიც თავის ხიბლი არის რომ აბა თვითონ რას იტყვის თუ რაღაც
მაგრამ ის რომ ამბობს რაღაცას, ან ვერ ამბობს რაღაცას, არ ცვლის მოცემულობას რა. შეიძლება დამაჯერებლად გითხრას რომ მე ეს ვარ და ეგ არ იყოს, ან შეიძლება ვერ ჩამოვაყალიბოს, ან ეჭვიეპარებოდეს რომ მე ვარ, ეხლა მე რო რეპერი ვარ, არ ცვლის იმ მოცემულობას რომ ვარ, ან არ ვარ. აი ეს გამინდა. და კიდე უნდა იცვლებოდეს აუცილებლად შენი მეობა რაღაცა წლების მერე მაინც. ვინ ვარ მე? უნდა იცვლებოდეს სულ რა? სულ. ხო, რა კი. ზრდადი უნდა იყოს. კი, უნდა იცვლებოდეს. ხო, მას ის ხوار დაკონსერვდები. მადლობა. მადლობა შენ. მე მირჩეს რომ შეზამთავრე. უცმალეო.